ნახეთ როგორ დაიშალა. ჯერიკო. ვაუ. ნუ ეს კადრი ვიცით, ცნობილი კადრია. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ გველოდება ძალიან საინტერესო ფილმი. კი, ვიცი რომ ქრონოლოგიურად კაპიტან ამერიკას უკვე უყურეთ და ახლა უნდა ყოფილიყო კაპიტანი მარველი ქრონოლოგიურად და არა გამოსვლის თარიღის მიხედვით. მაგრამ რამდენადაც მივხვდი, ცოტა მოგვიანებით რო უყუროთ კაპიტან მარველს, არანაირი პრობლემა არ იქნება. სწორედ ამიტომ შევარჩიე დღეს რკინის კაცი. დღეს გავიგებთ თუ როგორ გახდა ტონი სტარკი რკინის კაცი და ვნახავთ თუ რა გველოდება ამ ფილმში. ხოლო სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, მინდა შეგახსენოთ რომ თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ არხი გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ და თქვენთვის ორი წამის საქმეა, ჩემთვის კი უდიდესი мотиваცია. პლუს ამას დაალაიქეთ ეს ვიდეო და დატოვეთ რაიმე ტიპის კომენტარი, რადგან თქვენი ლაიქები და კომენტარები ეხმარება ჩვენს არხს და კონკრეტულად აი ამ ვიდეოს წინსვლაში. ეხლა კი ჩაუჯექით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ. აბა ვნახოთ. პირველად ვუყურებ ამ ნაწილს. ვერმა შეიძლება ვერც დაიჯეროთ ეს, მაგრამ ესეა. ეს რა არის? სად ვართ? ოპა! მაგარი საუნდტრეკია. ავღანეთში ვართ მეგობრებო თან. აი ტონი სტარკიც. ლაპარაკი გეგრძალებათ, ფორესტ? ლაპარაკი შეგვიძლია სერ. ხელისაწევა საჭირო არაა. შეიძლება თქვენთან ფოტო გადავიღო, რატომაც არა. უკვე ძალიან განთქმულია როგორც ჩანს. ოპა! ო, ამას არ ელოდნენ. როგორც ჩანს, იცოდნენ აქ სტარკი როა? Stark Industries. მისი იარაღი იყო? თავისივე იარაღით დახვდნენ როგორც ჩანს და მასაც მოხვდა, თან კარგად მოხვდა. აჰა, დაიჭირეს. ლას-ვეგასი 36 საათით ადრე. ეხლა გავიგებთ ყველაფერს. მამას დიდება ადრეული ასაკიდანვე მოსტაცა. ვაუ. 17 წლის ამ კი წარჩინებით დაამთავრა ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ბრავო ტონი. შემდეგ კი ტიტანი გარდაიცვალა. ტიტანი? მამა. საქმე ჰოვარდ სტარკის მეგობარმა, ობადაია სტეინმა გადაიბარა. აჰა, ეს არის მეგობარი მამის როგორც ჩანს. დღეს ტონი სტარკმა იარაღების წარმოების ინდუსტრია შეცვალა. ბრავო ტონი, ბრავო. მისტერ ტონი სტარკი. აქ არის? შეიძლება არც იყოს. არ არის აქ. გამუდმებით მუშაობს. ოჰო, მაგრად მუშაობს კი. არის ვერებს საერთოდ. ჟურნალიდან Vanity Fair. შეიძლება გაგესაუბროთ. ლამაზია. მართლა? გამარჯობა. ისე არ ბრუნდებოდა. ვირდებით როგორც კი მშვიდობის შესანარჩუნებლად იარაღები აღარ იქნება საჭირო. ბავშვთა საავად მოპოვებს ავაშებს. სერფინგისთვის შესანიშნავი ამინდია. ზღვის მოქცევა 10 საათსა და 52 წუთზე დაიწყება. ხელოვნურმა ინტელექტმა გააღვიძა? სად ცხოვრობს ბიჭო? ტონი სტარკი. ფული აქვს. დასაცმელი მოგიტანეთ. გარეთ მანქანაა. ნებისმიერი მიმართულებით აგიყვანთ. ხანდახან ნაგვის გადანაწმევალება. მიანიშნა რო წადიო. არ მომწონს როცა გეგმები გაქვს. ჩემი დაბადების დღეა და მაქვს უფლება. ო, დაბადების დღე გაქვს? ხო. ასე მალე? იმავე დღეს მაქვს როგორც ჩარშემ. ასე მალე. ჩემგან შესთავს რამე აჩუქე. უკვე ვაჩუქე. კარგად იცნობენ ერთმანეთს როგორც ჩანს. სტარკი, აუდის მოყვარულია როგორც ჩანს. საკუთარი თვითფრინავი წავს. არა, მე არ ვსვამ, არ მინდა. ზუსტად ამას ვამბობ. ავრსვამო. ო, აბა რა. ოპა, აქ რა ხდება? იარაღების პრეზენტაციას მოუთმენლად ველით. აჰა, პრეზენტაცია აქვს. წავიდა ერთი. ნახეთ როგორ დაიშალა. ჯერიკო. ვაუ. ნუ ეს კადრი ვიცით, ცნობილი კადრია. დაბღერილი მანქანა უკან დგას. ბაჭა, შევხვდებით ბაზაზე. რა შვება, რაღაც ოპერაცია ჩაუტარეს? ესე გახდა რკინის კაცი? აჰა, ის ვინ არის? შენს ადგილას ამას არ ვიზამდი. რა გაუკეთა ბიჭო ეგეთი? ეს რა არის? ტიპი ჰიბრიდზე გადაიყვანა. ნამსხვრევები ამოვიღე, მაგრამ კიდევ ბევრი დარჩა. გადაარჩინა. ჩემს სოფელში ბევრი ასეთი ჭრილობა მინახავს. მოსიარულე მკვდრებს ეძახით, რადგან ერთი კვირაა საჭირო სანამ ნამსხვრევები სასიცოცხლო ორგანოებს მიაღწევს. აჰა, რაში ყოფილა საქმე? მაგრამ რამდენი ხანი გაძლებს? ჩემი იარაღები. საიდან აქვთ? ტონი სტარკ. უნდა რომ ბომბი დაუმზადო. ო, აქ როგორ დაუმზადებს? უარს ვამბობ. ნუ, უარს ვერ იტყვის როგორც ჩანს. სხვა გზა არ დაუტოვეს. ნახე, აქ როგორი ბაზა აქვთ. სტარკის იარაღები როგორ აქვთ თან ამდენი? ვფიქრობ ბევრი ჩემი იარაღი გქონიათ. ო, აი მეც მაგას ვამბობ. როცა დაასრულებ, გაგიშვებს. კი, რა თქმა უნდა გაუშვებს. არ გამიშვებს. არ გაგიშვებს. არ გაგიშვებს. ეს არის მთავარი ალბათ. ჩაფხუტები დამჭირდება, ასევე დამცავი სათვალე. დათანხმდა მაინც როგორც ჩანს.
რაღაც ჩაიფიქრა უეჭველი. მართლა არა სხვა არ შეუქმნის. მივხვდი ახლა რასაც აკეთებს თავისთვის. ხო, აი იმის გაკეთებული რო შეცვალოს ექიმის. მინიატურული რკალური რეაქტორია. ჩემს გულს ნამსხვრევებისგან დაიცავს. აი, რისთვის გააკეთა თურმე? შენს გულს 50 წელს ეყოფა. ან 15 წუთს რამე უფრო დიდს. 15 წუთს რამე უფრო დიდს? პირველი რობოტი. გულმირა. ლამაზი ქალაქია. ოჯახი? ყავს. აქედან რომ წავალ ნახავ. მუშაობსო, კი, მუშაობს. იმზადებს იარაღს, აბარაშვება. ეს ტიპი მიხვდება. ალბათ ეგ არის მთავარი. მოვიდა. ეხა ის ექიმი არ მოკლას. ფილდის არის. ერთ დროს იარაღებში უდიდესი მიღწევა იყო. ადრე კი. სოფლიოს ის მართავს, ვისაც სტარკის იარაღები აქვს. მალე ჩემი ჯერი იქნება. რა თქმა უნდა. რატომ დამაღალადე? მიხვდა მაინც. ორივე ვმუშაობთ. ოპა, სახეზე მიადებს ეხა. პირი გააღე. უარესი. ღმერთო, მე ის მჭირდება. მეხმარება. კი, ნამდვილად. რაკეტის დასასრულებლად. ხვალამდე გაქვთ დრო. ესე მარტივი რო იყოს, ერთ დღეზე გაგიმზადებს აბარა. ბოლომდე რობოტს აკეთებს როგორც ჩანს. ესეც ნიღაბი. მზად ვართ, ეხა მზად ვართ. იწყება ექშენი. მიდი ტონი. იენსენ, უპასუხე რა მეუთხარი. ოჰო, სტარკი მზად არის უკვე. არ გააღოთ, არა. არ უნდა გაიღოთ. ჯანჯიკებით დაამარე. მოდიან. უბრალოდ დაასრულე სწრაფად. დრო გჭირდება. დავალ, შევაკავებ. არა, თავი არ გაწიროს ბიჭო. იენსენ, მოკვდება ეს საწყალი ეხლა. სად გაიქცა? გააქცია ბიჭო სამი კაცი. ოპა. ცოტა დრო მოიგო. სად არის ტონი? აი. აი ეხა დავიწყეთ მეგობრებო, ეხა დავიწყეთ. ოჰო, ნახე. ბრავო. ესეც პირველი რობოტი. ტყუიების არეშინია ნამდვილად. ეხა მთავარი სად არის? მთავარიც მოიშოროს და ისე წავიდეს. ხილად. აი იმ ტიპმაც უპასუხა. ეგ არის. იმედია საკმარისი იყო ეს. ოჯახის წევრები დამეხოცდნენ. მათთან შესახვედრად მივდივარ სტარკ. ძალიან ცუდი. ასე მირჩევნი. რესპექტი. გმადლობ რომ გადამარჩინე. არ გაფლანგო. დაფრინავს ნეტა უკვე? ჩემი ჯერია. ბრავო. მაგრამ ისეც ნელა მოძრაობს და ესე ხა როგორ გაექცევა ამათ. გაანადგურა ყველა იარაღი. ოპ. ვეღარ უძლებს როგორც ჩანს, ვეღარ უძლებს. ეხა როგორ უნდა წავიდეს აქ? გაეჭედა ერთი სიტყვით. გამოსვლით გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ვაუ, ოპა. ნუ ერჯერადი იყო როგორც ჩანს. აქ თუ გადარჩა, ბრავო. რბილად ნამდვილად არ დაეცა. მაგრამ ნუ რამოდენიმე კილომეტრი მოიგო ალბათ. ცუდი არ იყო მართლა. ეხა ესე უნდა ჩავიდეს ამერიკაში? უდაბნოში ცოტა რთულია. აი, ეს მისი მეგობარი იქნება უეჭველი. ის ტიპი დალევარო არ უყვარს. იპოვეს სტარკი. შემდეგში ჩემთან ერთად იარე, კარგი? შემდეგში აღარ წამოხვა. დაბრუნდა სახლში. დაკარგულ უფროს დასტიროდი? სიხარულით ვტიროდი. სამსახურის ძებნას ვერ ვითან. მხოლოდ ორი რამ მინდა. ამერიკული ჩიზბურგერი და კიდევ საკმარისია. ეგ არა რაც ფიქრე. პრესკონფერენცია უნდა გავმართო. ჟურნალისტი არ ვარ. აგენტი ფილ კოლსონი ვარ. განრიგში ჩაგცერთ. დაუყოვნებლივ ვხურავ სტარკ ინდუსტრიის იარაღების მწარმოებელ გაყოფილებას. საინტერესოა. თავარი ისაა, რომ ტონი დაბრუნდა და თავს ჯანმრთელად გრძნობს. რაღაც ეს ტიპი არ მომწონს. არ მინდა რომ ჩვენი საქმე გვამების რაოდენობით იზომებოდეს. სანამ მას არ შეემთხვა ის ამბავი, მანამდე არ იცოდა რა ხდებოდა? მუშაობს. თეორიულად. რკალური რეაქტორი ვერაფერს მოგვიდას. უკვე შექმნა ამან, ხო? ის რეაქტორი. მუშაობს. დაძველდა. ამიერიდან ამან უნდა შემინარჩუნოს სიცოცხლე. უბრალოდ ისი ამოიღე რომ კედლებს არ შეეხო. კედლებს არ შეეხო. ღმერთო. შიგნით ჭირკია. გული შეტევა მაქვს. რადგან მაგნიტი ისე ამოიღე თითქოს თევზაობდი. გული შეტევა მაქვსო. ჩასვი სწრაფად. ყველაფერს გამოვასწორებ. იმედია. დრო გადის. კარგად ხარ? მშვენივრად. შენ? არასდროს მთხოვო რამე მსგავსის გაკეთება. შენ გარდა არავინ მყავს. გაანადგურე. დაწვი. კარგად დააგდებს, ხო? რაღაც ისე მგონია. გონს უნდა მოეგო. სერიოზულად გეუბნები. ყველას უნდა მაინც რომ იარაღი დაამზადოს საბოლოო ჯამში. ესე გამოდის. მაგრამ უფრო უკეთეს გააკეთებს ახლა. მინდა ახალი პროექტი გახსნა. ვერსია 2. იმ რობოტის დამსხვრევებს ეძებენ უეჭველი. ავღანეთში. ნიღაბი ნახეს. ეს ცოცხალია, ბიჭო? 1.
ო, არ გამოუვიდა პირველ სტაზე. ეს ფრენის სტაბილიზატორია, სრულიად უსაფრთხოა. კი, უსაფრთხოა. ძალიან უსაფრთხო იყო. ამბობენ, რომ შენ და შენი მიმართულება კომპანიის ინტერესებს არ ემსახურება. და გააგდონ უნდა მისივე კომპანიიდან? შეიძლება ჩამოვიდე და ვნახო რას აკეთებ. ძილინებისაობი. 2, 1. ვაუ. აი, ეს უკვე კარგია. გამოუვიდა როგორც იქნა. ეგ არის. ჯარვის აქ არ? გახლავართ სერ, კომპიუტერიდან ყველა ფუნქცია გადმოდვირთე. ახლავე სერ. სატესტო? გაფრინდეს უნდა. ეგ არის, წავედით. სერ, გაფრენამდე კიდევ არის გამოთვლები ჩასატარებელი. წავედით აბა ვნახოთ რა გამოუვიდა. ოპა. მაგრამ ბოლომდე გათვლილი არ არისო რაღაცეები ჯარვისმა და შეიძლება ახლა სადღაც დაეცეს. ნახე ჰორიზონტის დალოქა ეგრევე. კარგი, ვნახოთ ამას რა შეუძლია. რეკორდის მოხსნის დროა. რეკორდი უნდა მოხსნას? არ შეჩერდე. მაღლა. გაიყინა ბიჭო. ოპ, ეს არ არის კარგი. მიდი ყინული უნდა გავადნოთ. მოასრო მაინც. ბრავო. დენის წყარო გამორთე. ვაუ, ეგეთი მძიმეა? რა მოუტანა ასეთი პოცმა? არ გადააგდო, როგორც ჩანს. მოეწონა. ეს თავიდანაც ყოფს ახლა. ყველა ნაწილი იშოვა, მაგრამ ტიპი სჭირდება ისეთი, ვინც აუწყობს. სად ნახავს ეგეც? ფიქრობ გაყინვაც გასათვალისწინებელია. გამჭრიახი დაკვირვებაა სერ. ამ საღამოს წითელი ხალიჩა დისნეის საკონცერტო დარბაზში გელით. ჯარვის მოსაწვევი მივიღეთ? მოსაწვევი არ მაქვს სერ. არ დაპატიჟეს? პოსტტრაუმული სტრესი დიდანჯება. ასია თუ ისი ამ საღამოს მის გამოჩენას არავინ ელის. გამოჩნდება. მონაცემები ჩავტვირთულია. ცოტა წითელი დაუმატე. ეგ არის. ფერით შევცვალეთ. არავინ არ ელოდება აქ სტარკსო. მოვიდა სტარკი. გაბასად იყიდე. დაბადების დღის საჩუქარია. კარგი გემოვნება მაქვს. საკუთარ თავს რო უყიდა. ოპა. ვაუ. რატომღაც არ აკოცა? არ იყო მზად ალბათ. ქალაქს გულმი რა ქვია? გაგიგია? ის ექიმი იყო ამ ქალაქიდან მგონი. მე არანაირ გზავნილზე ხელი არ მომწერია. შენმა კომპანია მოაწერა. მე მთელი კომპანია არ ვარ. ოპა. ტონი, შენი აზრით საბჭოთან ვინ დაგითხოვა? შენ წინააღმდეგ განცხადება მე დავწერე. აი თავიდანვე თქვი რომ არ მომწონდა ეგ ტიპი თქო. მაინც გაყიდა იარაღი. ეს ჩავა ეხა გულმირაში. რკინის კაცი ჩავა ეხა. მიდი ტონი, წავედით. გავტესტოთ უნდა. ეგ არის. საკმარისია ეგ. წავედით. გულმირაში წავედით. მონიშნა ყველა. ერთდროულად. კარგი ვერსია ეს. მარკ 3. ნუ იქ მარკ 3 ეწერა და მგონი ეგ არის და არ ვწდები. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ყავს. ეს უკვე ამერიკელები არიან, რამდენადაც მიხვდი. ფიქრობთ რომ უპილოტო მფრინავი მოწყობილობაა? პოლკოვნიკო, რასთან გვაქვს საქმე? მიხვდა. უპილოტო რო თქვა. ტონი ახლა ტესტავს უბრალოდ უეჭველი. აინტერესებს ახლა როგორ გაუქაჩავს. ურეგავს. ტექნიკა არ არის. შიგნით ვარ. კოსტიუმია და დაბრუნდით ბაზაზე. გასაგებია. დაინახა. ოხ, შემთხვევი დააზიანა. პარაშუტი გაიჭედა. დაეხმარა. რა ხდება აქ? ვაღიაროთ. ამაზე უარეს მდგომარეობაშიც გინახი ვარ. ის ტიპი იქნება ახლა. რა თქმა უნდა. მაშინ რომ მოგეკლა როცა საჭირო იყო. სახე გექნებოდა. ო პრინცის მოსაკლავად საკმარისი არ გადაგიხდიათ. იარაღი მაჩვენე. ამ ტიპმა უბრძანა მოკალიო. თავიდანვე მივხვდი რომ ცუდი კაცი იყო ეგ. სტარკმა დიზაინი დახვეწა. იდეალური გამანადგურებელი შექმნა. კი ბატონო. თუ ვითანამშრომლებთ, შენგან რკინის ჯარისკაცებს მივიღებ. აუშ, კი, რა თქმა უნდა. რამდენი გინდა? ის რა არის? ესეც შენი საჩუქარი. რაღაც დავალებაზე უნდა გაგზავნო. სისტემა გატეხო და ბოლო გაყიდვების შესახებ ინფორმაცია წამოიღო. ისინი იარაღებს ჩემს ზურგს უკან ყიდდნენ. უნდა შევაჩერო. როგორ? აბა მიდი. რაღაც ფაილები უნდა გადმოწეროს თუ უნდა გადაწეროს თუ რაღაც ეგეთი. იმ ტიპის ოფისში უნდა შევიდეს უეჭველი. ტონის რო უღალატა. ხო, აი მანდარის. თქვენ არ გითქვამთ რომ ფული დიდებული ტონი სტარკის მკვლელობისთვის გადაგვიხადეთ. ეს ყოველი შემთხვევისთვის გადაიღეს ალბათ იმათმა. როგორ მიხაროდა სახლში რომ დაბრუნდა. თითქოს უდრეთით აღდგა, მაგრამ ტონი არ დაბრუნებულა. გამოქვაბულში საკუთარი თავი დატოვა. გული მტკივა. თავად უნდა მოეკლა და ეხა გული ტკივა. ჩიპი მას აქვს. თავს გაუფრთხილდი. თავარია ეხა გაქცევა მოასწროს. მიხვდა.
სრაფად წადი პეპერ, სრაფად. ახლა? ახლა ვედიახ. წამომყევით. კარგი. გამოვიკვლიეთ, რაც გთხოვეთ და მცირე ხარვეზი აღმოვაჩინეთ. ტონი სტარკმა ასეთი გამოქვაბულში დაამზადა. ნამდვილად. ისუნთქე. ტონისაც გაუჩალიჩა ეს. არ გამოუღოს ბიჭო. ეხა როგორ გაუძლებს? პეპერმა უნდა მოასწროს მოსვლა. ეს შენი მეცხრე სიმფონია. ესაა შენი მემკვიდრეობა. რამდენი ხანი გაუძლებს ეხლა იმის გარეშე? ტონის კაბინეტში ვიყავი და ვიდეო ვნახე. ახლა სად არის ტონი? არ ვიცი, ტელეფონს არ პასუხობს. მიდი, სრაფად როდი. ამოძრავდა უკვე. მაგრამ ის ჭირდება. რო გადარჩეს. პეპერმა ხომ შეინახა პირველი. იმას გაიგეთებს. პირველს. რობოტი დაეხმარა. იმას ჩასვამს აქ. საკუთარ ვერსიაში და საკმარისი ენერგიაც იქნება. ზუსტად ეგეთი ზომის ქონდა. აი ზუსტად პირდაპირ ჩაჯდა. ტონი, სახელოსნოშია. ვერ მოასრო? ტონი, კარგად ხარ? პეპერი სად არის? 5 აგენტი ახლავს. ობადაია უნდა დააპატიმრონ. მიდი ტონი. შევხვდეთ ობადაიას. მე-16 სექტორი. მაგა. აი მე-16 სექტორი. გააღო. ეს ტიპიც მზად არის როგორც ჩანს, მაგრამ ტონიც ემზადება. კიდევ რამე გჭირდება? საჰაერო გზები გამეთავისუფლე. ხელი არ შეუშალოთ ეხა აერში. სადროს იყოს პატარა. ვერ გარისგა. ის ტიპი ჩაჯდა უკვე უეჭველი რობოტში. ეგ ძველი ვერსია, ძველი. კოსტიუმს ამზადებდა. მეგონა უფრო დიდი იქნებოდა. დაამზადა უკვე. სად არის? სად იმალება? პეპერი ნახავს. ოპა, რამხელა ბიჭო. ვაუ. ვერ დაიჭირა პეპერი. მოასწრო გაქცევა. კოსტიუმის ენერგია 40%-ია და ეცემა. რეაქტორი ფრენისთვის მზად არ არის. ვერ გაუძლებს აი მას სველი რო გაიგეთა. ახალი უნდა. შენი დახმარება აღარ გჭირდება. სტეი. მოვიდა. ეგ არის. მოვიდა ტონი. ეგ არის. ბენგ. დაიჭირა. აუდის რეკლამა როგორია ნახეთ. საშვება ის ქალი ბიჭო. გიჟია. არა. გადაარჩინა და რა გააკეთა იმ ქალმა. ეს ტრანსფორმერების ჯგუფს უფრო გავს. კოსტიუმი გაუმჯობესე? არც მე ჩამოგსჭი. ამ ტიპმაც იცის? ფრენა? აფრინდა ნახე. 15% ენერგიით სიმაღლის მიღწევა, მათემატიკა ვიცი, მიდი. ეგ არის. 15% დარჩა ტონის. მოასწრებს? გაიყინა ხო? ტონიმ გათვალა ეგ იმ ტიპმა არ იცის რომ ეხა გაიყინება. არ იქნება მზად ამისთვის. გაყინვის პრობლემა როგორ გადაჭერი? გაყინვის პრობლემა? გაიყინა. როგორ ჩაარტყა თავში? ეგ არის. მარტივად. ეხა მთავარია მოასწროს ჩასვლა. რამდენი პროცენტი დარჩა? ახლა სათადარიგო ენერგიას ვიყენებთ. ენერგია ამომეწურა. კოსტიუმი უნდა გავიხადო. ახლავე ჩამოვალ. გადარჩა მაინც ბიჭო. როგორ გაუძლო იმან? პოც. ტონი, რეაქტორი უნდა გადავტვირთოთ. დასახურავი ავაფეთქოთ. თავარ ბჯენთან მიდი და ყველაფერი ჩართე. ყველაფერი აფეთქდება. მიდი, პეპერ. შევდივარ. დამელოდე სანამ სახურავს მოვშორდები. სხვა გამოსავალი აღარ დარჩა პრინციპში. ეს მნიშვნელოვანი ჩანს. ამოუღო რაღაც. საკუთარ თავს საჯობე, ტონი. მამა შენი თიამაყებდა. კი, ნამდვილად. მზადაა ტონი. სახურავს მოშორდე. ვერ მოასწრო წასვლა. სამიზნეს სისტემა გამინადგურე. დროა დააჭირო. მოკვდები. ეგ არის, გადატვირთა. ოპ. იმედია მოკვდა ის ტიპი. მოკვდა როგორც იქნა. ტონი გადარჩა. არა, გადაეწვა მასაც. მაინც ჩაირთო? ერთ-ერთი რობოტი მწყობრიდან გამოვიდა და რკალური რეაქტორი დააზიანა. გადარჩა. რკინის კაცი ადვილად დასამახსოვრებელია. თქვენი ალიბი. კარგი. საკუთარ იახტაზე იყავით. მოდი ვთქვათ, რომ კუნძულზე მარტო მე და პეპერი ვიყავით. სტეინზე არაფერი წერია. ეგ საქმე მოგვარებულია. ვითო აქ არ იყო საერთოდ. შილდი დაგვიძახეთ. კარგი. შილდი. რკინის კაცი არ ხარ. ვარ. არ ხარ. პირაც გინდა. რკინის კაცი რომ ვიყო, შეყვარებული მეყოლებოდა, რომელსაც ვინაობას გაუმხელდი. მითხარი რომ იმ ღამეზე არ გიფიქრია. იმ ღამეზე ამბობ რომ ვიცეკვეთ და მარტო დამტოვე. ასეც ვიფიქრე. თითქოს სუპერგმირი ვარ. არ მithქვამს რომ სუპერგმირი ხართ. უბრალოდ წაიკითხე. გაწელა ძალიან. სიმართლე ის არის, რომ რკინის კაცი მე ვარ. ამას არ ველოდი. ეგრევე თქვა. გამოუტყდა ყველას. ესეც დასრულდა როგორც ჩანს. რკინის კაცი.
აქ რაიმე სცენები არის, ნეტა შევამოწმოთ ყოველი შემთხვევისთვის. კი. რაღაც გვაქვს. I am Iron Man. You think you're the only superhero in the world? Who the hell are you? Nick Fury. Nick Fury. Shield. Shield-ის წევრია, ხო? Avengers-ზე უნდა გესაუბრო. და ის Coulsonიც აი ამ Shield-დან იყო. რამდენადაც მივხვდი. ნუ, აი ესეთი გამოვიდა მეგობრებო, რკინის კაცი. ძალიან ვისი ამოვნე, კარგი ფილმი იყო, მომეწონა და აი ერთი სული მაქვს უკვე. თუ შემდეგს როდის ვუყურებთ. ხოლო თქვენ თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და ეს ფილმი შეაფასეთ ერთი სიტყვით კომენტარებში, შემოგთავაზეთ სხვადასხვა ფილმები, აუცილებლად გადავხედავ ყველას. ვერ შეკვირდებით რომ ყველას ვუყურებ, მაგრამ ნუ საინტერესო რაც იქნება, სამომავლოდ შევარჩევ. ხოლ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ მეგობრებს, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები ჩვენს არხზე. ეხა კი დაგემშვიდობებით. აბა, ნახვამდის.